მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შუშიაშვილი გახლავართ. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის, დონაციებისთვის და სათხოვარი მექნება, რომ იქნებ ვიდეო გავაზიაროთ. იმიტომ რომ ეს დაგვეხმარება ჩვენ პოდკასტს, რომ გავრცელდეს და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. დღევანდელი თემას რაც შეეხება, დღევანდელი თემა არ შეეხება არც პოლიტიკას, არც მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს, დღევანდელი თემა შეეხება ისტორიას. მე დაგკვირდით, რომ მექნებოდა ისტორიებზე გადაცემა, მოიწვევდი ისტორიკოსებს და ვისაუბრებდით ისტორიაზე. ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი ალექსანდრე ბოშიშვილი. უღრმესი მადლობა პირველ რიგში რომ მობრძანდით და სანამ დავიწყებდე ამ პოდკასტს, მინდა თქვა, რომ სულ ახლახანს გამოიცა ალექსანდრეს წიგნი რუსეთის იმპერიის კოლონიალური პოლიტიკა საქართველოში, რომლის რეკომენდაციასაც ყველას მივცემ, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ საინტერესო ნაშრომი. აქ ვისაუბრებთ რა ეხება ეს კოლონიალური პოლიტიკა, მაგრამ ესეთი ნაშრომები არის ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე კვლევებისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე, რომ რაღაცა ტერმინებს ვამბობთ ხოლმე, რაღაცა ისტორიულ ფაქტებს ვამბობთ, ისე რომ შინაარსი არ გვესმის ხოლმე და ყველაფერი აღრეულია. ვადარებთ მაგალითად დასავლურ კოლონიალურ პოლიტიკას, რუსულ კოლონიალურ პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან. წიგნი ეხება არა იმდენად და არ ეხება კოლონიალურ პოლიტიკას, ეხება პრინციპში ეთნიკურ და დემოგრაფიულ სურათის ცვლილებას. თვითონ რუსული ისტორიოგრაფიაში ცნობილია, რომ რუსეთში იყო შიდა კოლონიალური პოლიტიკა, ამას შიდა კოლონიალიზმს უწოდებდნენ. რუსეთის მოსახლეობა ყოველზე უფრო ცოტა იყო, ვიდრე ის ტერიტორია, რა ტერიტორიას ის ფლობდა, ამიტომ ხშირად ისინი ახდენენ აი შიდა კოლონიალიზაციას. ალექსანდრე, მოდი ახლა ვისაუბროთ თქვენ წიგნზე. აქ საუბარია კოლონიალურ პოლიტიკაზე. ეს კოლონიალური პოლიტიკა განსხვავდება. ბრიტანეთის კოლონიალური პოლიტიკა რა იყო? ბრიტანეთის კოლონიალური პოლიტიკა შეიძლება სამნაწილად იყოს მე-17-18 და მე-19 საუკუნეში, მაგრამ აი ძირითადად იყო ეს, რომ იქ გადასახლება იყო, მაგალითად ავსტრალიის კონტინენტი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის ამოხოცვა ძირითადად გენოციდით ხარჯზე ხდებოდა და იქ ჩასახლება იყო, ოღონდ ამას აკეთებდნენ აი ეკონომიკური მიზნებისთვის. აი საქართველოსთან მიმართებაში აქ როგორც მე ვიცი, უფრო მეტად გეოპოლიტიკური და რელიგიური მიმართულებები ჰქონდა. მაგალითად, მუსულმანი მოსახლეობა იყო გარკვეულწილად მსხვერპლი ამ კოლონიალიზმის, ხო? კი ბატონო, მოგესალმებით, თქვენს მსმენელებს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც ახლა ეს ცნობილი ფაქტია, განსხვავებულია რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა სხვა ესეთი იმპერიებისგან, იგივე ბრიტანეთი იქნება თუ საფრანგეთი თუ ბელგია. რუსეთის იმპერიას, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი აი სწორედ ეს გეოპოლიტიკური ინტერესები, თავისი სამხედრო ინტერესები, იგივე კავკასიაში, როდესაც მოდიოდა, თავისთავად აქ სამხედრო რესურსების მობილიზებას ახდენენ, იმიტომ რომ პერსპექტივაში კიდევ უფრო სამხრეთით რაღაც ეს მათი ინტერესი მუდმივად ამ თბილისის ზღვებისკენ და ეს ჯერ კიდევ პეტრედან მოყოლებული სამხრეთისკენ ექსპანსია სულ ჰქონდათ, ხო, თავისთავად ახლა და საქართველოში იქნებოდა ეს მყარი საყრდენი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის თავიდან როგორც მიდის ეს პოლიტიკა, იგივე მოსახლეობასთან მიმართებაში, ადგილობრივების ჩართულობა მართვაში იქნება თუ აი ამ პროცესებში კოლონიალიზმის მაინც ნაკლები ნდობა აქვს, თუმცა ეს ყველაფერი ჩნდება აი დონდუკოვ კორსაკოვის უკვე მე-20 საუკუნის მე-19 საუკუნის ბოლოს ვინც იყო მეფის ნაცვალი, აი მისი ანგარიშიდან ჩანს ეს ყველაფერი, რომ იქ აღწერს, რომ ჩვენო ქართველებს არ ვენდობოდითო და არც ისე არ იყო სწორიო, რომ მათ უნდა დავყრდნობოდითო. რატომ არ ვენდობოდითო, რა იყო ეს მიზეზი? ბევრი მიზეზები აქვს ჩამოთვლილი ამას, რომ
მუდმივად აჯანყებებს აწყობდნენ. ეხლა აქ წინააღმდეგობა და ამ ხალხსო ქონდაო, ანუ ჩვენ ვთვლიდითო, რომ ეს ნაციონალური ის ქონდათო ძალიან დიდიო და სახელმწიფოს მოინდომებდნენო და ამიტომ არ ვაძლევდნენ ამის საშუალებას და ანუ ასე ამანო უკუ შედეგი მოგვცაო და უფრო დიდი წინააღმდეგობა მივიღეთო. მაგრამ ეს ახლა სულ თავიდან რო დავიწყოთ ისე იქ მივდივართ რომ რაღაც დონეზე ეს რა თქმა უნდა სწორი იყო, იმიტომ რომ ქართველებს სახელმწიფო გაუქმეს, რუსეთის იმპერია პრინციპში ახლა ერთადერთია მე მგონი საქართველოს, რომელსაც სახელმწიფოებრიობა გაუქმეს და ისე შეიერთეს. დანარჩენი ტერიტორიებს ხო სხვა ქვეყნებს ართმევდნენ და იპყრობდნენ და ასე შემდეგ, ხო და ასე შეიქმნა ეს იმპერია და ერთადერთი ჩვენი სამეფოა, რომელიც გაუქმდა, რომელთანაც საერთოდ ის ცნობილი ხელშეკრულებაც ჰქონდა, რომელთაც აღიარებდნენ და მთელი ის არის, ანუ სამართლებრივი ის ჰქონდა და საფუძველი და სახელმწიფო არსებობდა, რომელიც გააუქმეს და შეიერთეს და კიდე სტრატეგია საუბარი, სადაც აღიარებული იყო ჩვენი. რა თქმა უნდა, იქ სუვერენიტეტი იყო და სახელმწიფო და მე უბრალოდ გამოსცეს ეს ბრძანება, ეს ახლა ცნობილი ამბებია და პოლიტიკური ისტორიაც აქ რაღაცა შესავალ ნაწილში გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ცნობილია და ალბათ ერთადერთი არის ეს, რომ მართლმადიდებელი იმპერია აუქმებს მართლმადიდებელ სახელმწიფოს, აუქმებს მართლმადიდებელ სამეფო დინასტიას და ასე შემდეგ. აი ეს გადასახლების ნაწილია ძალიან საინტერესო, ნუკრი აქ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები არც ერთი არ დატოვეს, წარმოიდგინე ახლა თან ახლა ეს ცნობილი ამბავია, ახლა ერეკლეს რო ბევრი შვილები ყავდა, ხო? ჯერ მარტო ერეკლეს ყავდა 28 შვილი, გიორგი მე-12-ს 23 შვილი ყავდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი იყვნენ ეს სამეფო ოჯახი, იმერეთის ოჯახი იყო, ბაგრატიონების და ასე შემდეგ. ეს იყო პრინციპული, რომ ესენი უნდა გაესახლებინათ, იმიტომ რომ მათ ირგვლივ ერთიანდებიან ეს ქართველები და იწყებენ, ასე რომ ვთქვათ, წინააღმდეგობას და ისე რომ მიუყვეთ აქ თვითონ ქრონოლოგიასაც ეს გამოსვლები და ის ახლა ისტორია ეს უკვე გამოსვლები და აჯანყებები რაც იყო იმპერიის წინააღმდეგ, სულ ეს ბატონიშვილები დგანან მის უკან. და მერე უკვე ხდება შეთქმულება, რომელიც ისე ბატონიშვილების ოღონდ უკვე იქ ხდება, იმიტომ რომ იქ არიან ყველანი გადასახლებული, ხო და ნუ ეს აშკარად ეს ბატონიშვილებზე არის, სხვათა შორის ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი ამ ციციანოვს აქვს, რომელიც ციციშვილი? წარმოშობით ციციშვილი, მაგრამ ნუ ეხლა იმპერიის გენერალი იყო, რა თქმა უნდა, და მას აქვს ამ გადასახლებაში და განსაკუთრებით ამბობს, რომ აი იულონ ბატონიშვილის შეპყრობაო დიდი ციხესიმაგრის აღების ტოლფასიაო, იმდენი ხელა გამარჯვებაო, რომ ეს ქართველები ბაგრატიონების ირგვლივ ერთიანდებიან. მეოთხრივ აი ციციშვილს აქვს საკუთარი რაღაც დღიურები, სადაც ერთ-ერთი მომენტი აქვს ესეთი დაწერილი, ახლა შეიძლება თანამედროვე კუთხით ცოტა ისე ვიყოთ კრიტიკულად, მაგრამ მას აქვს რომ ბაგრატიონებს აბრალებს საქართველოს დაშლას. კი, ბაგრატიონებს აბრალებს საქართველოს დაშლას და რაღაც მოტივატორი თითქოს ესაც არის, რომ აი ბაგრატიონებს თუ იმას გადავასახლებთ და გავანეიტრალებთ, რაღაცა შეიძლება ამ ქვეყნის გაერთიანება. ხო, რაღაც დაშალეს და გაინაწილეს და ასეთი რაღაცები. ეგეთები არის. კი, მაგრამ ნუ აი თან ხედავს, რომ ესენი არიან პატრონები და რეალურად ძველი ისტორიასაც რო გადავხედოთ, ეს ბაგრატიონების როლი იმხელა ჩვენს ისტორიაში, რომ აი საერთოდ დაკარგულა სპარსეთის პირობებში, ხო, მაგრამ როცა იყო ბაგრატიონი, ანუ რაღაც მის ირგვლივ მაინც რჩებოდა სახელმწიფო, ხო, და აი ეს იცოდნენ უკვე ამათ და ეს ოჯახი არ უნდა დაეტოვებინათ. ნუ ეს ეკლესიის ამბავი ცნობილი ის არის, რომ ავტოკეფალიის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა იქ ისეთი საკითხი იყო, ეს მანამდეც იყო მსჯელობის საგანი, რომ თვითონ რუსეთსაც არ ყავდა ისა კათოლიკოს პატრიარქი, ხო, იმათ საპატრიარქო პეტრე გაუქმა. კი, და ნუ თავისი მმართველობა ჰქონდათ ის ობერპროკურორის და ამიტომ ეს საკითხიც თან ბაგრატიონი იყო, ხო, ეს ბოლო პატრიარქი ანტონი, ანუ მაინც ბაგრატიონი იყო, ესეც სამეფო ოჯახის წევრი და რა თქმა უნდა არ იყო სასურველი და ესე ჯერ დაიბარეს, მე აღარ დააბრუნეს. მოდი ახლა ის გავუკეთოთ, დავყოთ. განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში, რასაც ჯერ საქართველოს გუბერნიას და მერე თბილისის გუბერნიას უწოდებდნენ და განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდათ უკვე
დასავლეთ საქართველოს კიდე ორი ნაწილია. ერთი არის, იმერეთის ყოფილი იმერეთის სამი ქუთაისის გუბერნია და ეგრეთ წოდებული სამუსულმანო საქართველო. კი. აი ამ განსხვავებებზეც ცოტა რომ ვილაპარაკოთ. კი ბატონო, ეხლა აღმოსავლეთ საქართველოსდან თავიდანვე დაიწყეს, ასე რომ ვთქვათ, ეს გააუქმეს, შეიქმნა თბილისის კი არა, საქართველოს გუბერნია, ასე ერქვა. ისე საინტერესო ტერმინია სხვათა შორის და ასეთი მიმართულებით კიდევ ალბათ შესასწავლიც არის, რომ საქართველოს გუბერნია ერქვა, ანუ რასაც იკავებდნენ სადღაც 20-ან 30-იან წლებამდე. ის კი არა და განჯაც რო შემოიერთეს კავკასიის ხაზიან თლიანად რაც იკავებდნენ, იყო საქართველოს გუბერნიის ნაწილი და რუსულად გრუზია, ხო? და ეს კავკაზი ცოტა მერე შემოდის, ანუ კავკაზი იყო მანამდე ჩრდილოეთით კავკასიის ხაზი. და აი ამიერკავკასია რაც არის ახლა კავკასიის სამხრეთით, ამას საქართველოს ეძახდნენ და მერე რაღაც მიხვდნენ რომ ეს რაღაც ერთი ეთნიკური სახელწოდება იყო და რაღაცა საერთოდ აკრძალეს ეს და ეს საქართველოს აკრძალვასთან და აი ეს ამბები ამასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის უკვე აი 30-იანი წლების მერე. რუკებიც არის დაბეჭდილი ასეთი სახით, რომ გრუზია წერია და ეს დაღესტანი და ის არის. ჩვენ არ თვლიდით, რომ კავკასიელები საქართველოს იყო უფრო დიდი ტერმინი, ვიდრე ქვეყანა საქართველოს. უფრო დიდი კულტურული ტერმინი იყო. კი ბატონო, ხო, კავკასიელს ისედაც ახლა ძველ წყაროებში მაინც იმათ ეძახდნენ, ის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ხო და შემდგომ ახლა დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით ეს როდესაც დაიკავეს მერე იქ და გააუქმეს, იქ უკვე იმერეთის ჯერ ოლქი იყო, მერე გუბერნია, გურია და დასავლეთ საქართველოსთან აი იგივე ამ მოსახლეობის ცვლილებებთან დაკავშირებით, ახლა მათი საკითხზე გადავიდეთ თავარზე, რომელიც მოსახლეობის შეცვლას, ანუ და უფრო სწორედ მომრავლებას ემსახურებოდა, რომ ტერიტორია არსებობს და არ არის საკმარისი იმდენი მოსახლეობა, რომ აითვისონ ეს მიწები და განვითარდეს იქ მეურნეობა იქნება თუ რაც საჭიროა და დასავლეთ საქართველოში სხვა ვითარება იყო, იმიტომ რომ იქ არ იყო მეურნეობისთვის საკმარისი, მოსახლეობა მეტი იყო, მიწა არ იყო ისეთი კარგი, ხო, ზოგი ჭაობიანი იყო, ზოგი მთაგორიანი და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო იყო ამის რესურსი და სამხრეთ საქართველოში და ამიტომ ეს დამოკიდებულება განსხვავებულად ჰქონდათ იგივე აი ჩამოსახლებებთან დაკავშირებით. დასავლეთ საქართველოში არ გაუკეთებიათ. გააკეთეს, მაგრამ აფხაზეთში გააკეთეს, მაგრამ იქ იყო კაზაკების ჩამოსახლების პროექტი, ჩეხების ჩამოსახლების პროექტი, ბევრი რაღაც იყო გეგმები, მაგრამ საბოლოოდ ვერ განხორციელდა. აი კაზაკები უნდათ საერთოდ სამეგრელოში დაესახლებინათ. რუსების დასახლება უნდათ, მაგრამ არ იყო ის თან სწავლობენ ესე უბრალოდ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, ესე არ უნდათ, ხო? სწავლობენ გარემოს, რამდენად გაძლებს ეს ხალხი და აწარმოებს ამ თავის მეურნეობას, სხვათა შორის ესეც დეტალებში ხდება. ეხლა ეს 19 საუკუნეა და ჩვენ გვაქვს ამაზე ესე დაწვრილებითი მასალები, როგორც არქივში, ისე გამოქვეყნებულია უამრავი ჯერ მარტო აქტები და ისენი და პრინციპში ახლა მე საუბრობ ესენი ისტორიკოსებში ისეთი არის, ცოტა შეიძლება ხერხული წარი ხო საუბრობ, იმიტომ რომ გამოკვლეულია და შესწავლილი აქვს. ახლა ჩვენი ლექტორი იყო ბატონი ვახტანგ გურული, ცნობდა 4 ტომი აქვს ამაზე, მთელი 19 საუკუნე არის რაღაცა ამ ბოლო დროს გამოქვეყნებული ესეთი დიდი წიგნი არის, სადაც ყველაფერს ეხება, პოლიტიკას განსაკუთრებით და აი ეს ნაწილი რაც მკითხეთ ახლა იგივე დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროები და მე კიდევ ერთი ნაწილი, სადაც ოსმალეთის ნაწილი იყო და მუსლიმები ცხოვრობდნენ. საქართველოს სამუსლიმანო საქართველო, როგორც ეძახდნენ 19 საუკუნეში. ხო, ეს აჭარა, არტანია ეს მხარეები, რომელიც მოგვიანებით ხდება რუსეთის იმპერიის 1817 წლის კონფლიქტის შემდეგ 17 წლებიდან უკვე რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდება და აი იქ არის საინტერესო, იქ მოსახლეობასთან უკვე
ქართველი წარმოშობის კი არიან, მაგრამ იმპერიისთვის მაინც და მაინც არ არიან სასურველი. იმიტომ რომ საერთო შეთანხმება აქვთ ოსმალებს და რუსებს. ამ ომების ახლა ყველაზე სათითაოდ შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ საბოლოო ეს იყო რუსების და ოსმალების ყოველი ომის შემდეგ ხდებოდა რაღაც გარკვეული ხაზები, ხო, სადაც დამთავრდებოდა ბრძოლა, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ და იქიდან მუსლიმი მოსახლეობა უნდა წასულიყო ოსმალეთში, რაღაც ვადა ქონდა თავისუფალი მიმოსვლის პერიოდი და ქრისტიანები უნდა გადასულიყვნენ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ხო? ახლა იქიდან ქრისტიანებში იგულისხმებიან იქ ბერძნები და სომხები, ვინც ცხოვრობდნენ მხარეებში და ეს ქართველები ძირითადად მუსლიმები იყვნენ ბევრი. ამიტომ არის ეს ცნობილი ეს მუჰაჯირობის ამბავი, რომელიც გადადიან და არა მარტო თურქეთის რაღაც ახლო რეგიონებში წავიდნენ ძალიან შორს და თურქეთის ცენტრალურ ნაწილებში და დასავლეთ პროვინციებში დასახლდნენ დღესაც ასობით სოფელია ახლა იქ ქართულად აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ანუ თვითონ თურქეთიც იყო დაინტერესებული რომ ეს ხალხი წაეყვანა. იმიტომ რომ მეტი ხალხი, მეტი ეკონომიკა, ახლა ის მიწა დაკარგული იყო, მაგრამ ეს ხალხიც სჭირდებოდა, ხო, იმას რაღაც თავისი ის ხო, ეგ არის მე-13 საუკუნე ურბანიზაციის პერიოდი, როდესაც როდესაც სჭირდება ეს ხალხი, რომელიც რაღაცას აკეთებს, ხო, მეურნეობას ქმნის, რაღაც საწარმოებს, ესე უბრალოდ არ ხდება მარტივად, ჩვენ უფრო ისე უყურებთ ხოლმე და ასე მოხდა ამ ხალხის გადასვლა აჭარიდან, არტაანიდან, კლარჯეთიდან, შავშეთიდან, აფხაზეთიდან, ახლა მთელი კავკასია, ჩერქეზეთი და ისინიც სულ წავიდნენ იქ. სხვათა შორის ჩვენები ახლა ესეთი არის ერთი რაც სოლომონ ასლანიშვილი ბავრელი იყო, ერთი ავტორი, რომელიც ყვება ამას, რომ ანუ მიდიხართო რა, ეს არტაანიდან ეუბნება ხალხს, მიდიხართო, სად მიდიხართო, ეს არის თქვენი სამშობლო, არ ყრიანო, მიდიხართო. მაგრამ მე მოდიანო ესენიო, იქ აგიტატორები და ისენი, რომ წამოდითო, ახლა რამდენად ასე სრული სურათი ისთვის გამოდგება არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ეს ახლა სოფელი ველი და ესეთი სოფლები არტაანში, იმ სოფლებში ხდებოდა ეს ამბები, რომ არ წახვიდეთო, მოუწოდებდნენ ეს თვითონ ესენიც, რომ იმიტომ რომ თუ არავინ აღარ იქნებაო, რა აზრი აქვს, ხო, ეს ან ვაჭრობა, ან ეკონომიკა, ან ხალხი, ან ქართველები თუ წახვედითო და ეს რელიგიური ნაწილი იყო ამ საკითხში. ესე ვთქვათ, რომ რუსეთის იმპერიაში ძირითადად მოქალაქე არ იყო, პადონი იყო ეს ქვეშევრდომი, პროცედურა ქართულად. ქვეშევრდომი იყო, ძირითადად იყო ქრისტიანი. აი მაგალითად არაქრისტიანი ჯარში არ მიყავდათ. კი ბატონო, კი, ახლა ეგ ძალიან საინტერესო საკითხია. და ამიტომ იყო რომ მაგალითად ქართველები რუსეთის ჯარში მსახურობდნენ, მაგრამ აი აზერბაიჯანები მაშინ სხვა ტერმინით იყო ეს თათრები წოდებდნენ, არ მსახურობდნენ. და ეს მომენტი იყო რომ ქართველები მაინც გარკვეულწილად ვერ ვიტყვი რომ პრივილეგირებული, მაგრამ აი დაპყრობილ ერებში სხვებთან შედარებით უფრო პრივილეგირებული იყვნენ. ხო, ისე რომ შევხედოთ ახლა იმ დროინდელ მასალას და რა ვიცი, ახლა ქართველები მაინც და მაინც თავს ესე დაჩაგრულად, ეს არ ქონდათ რაღაც, უფრო ვინც მსახურობდა ხო იმპერიის ნაწილი იყვნენ და ესე უყურებდნენ. ოღონდ ესეც იცვლება დამოკიდებულება, თავიდან ქონდათ რაღაც მოლოდინი, მერე იყო დაპირისპირებები და მერე უკვე დაინახეს, რომ იცით როგორ არის თან ახლა ჩვენ მართლა ეს ფაქტორი დღეს რაღაც სამწუხაროდ გამორიცხავენ ხოლმე და ისე რაღაც ხელოვნური გამოდის საბოლოო ჯამში. არსებობდა ეს საუკუნეების განმავლობაში სამხრეთიდან მუდმივი ეს აგრესია, ხო? და ჩვენმა დაინახეს, რომ ეს მოდის რაღაც მაცხოვარია, ხო, იმაზე დროშაზე გამოსახული ჯვარი აქვს და იმასთან ერთად იბრძვის, ხო? ამდენი საუკუნე ლეკიანობის პრობლემაა და იმათ ებრძვის შენ ვინც იყო შენი იმპერიის საუკუნეების განმავლობაში და ეს რა თქმა უნდა საერთო ინტერესი ჰქონდათ, ხო? ბუნებრივად და ამ მომენტში ეს არის გასთვალისწინებელი. და ფრონტის ხაზია პრაქტიკულად სამხრეთ მიდიან ქართველები სპარსეთის წინააღმდეგო ბრძოლებში, ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში და რაღაცა აქვთ ეს განწყობა. მე იმ დაკავებულ ტერიტორიებზეც მოდიან ეს იქაური თავადური გვარები, რომლებიც იყვნენ და თავის დროზე გამოდევნეს ან კახეთში, ან ქართლში, ან სხვა იმერეთში. ისინი ითხოვენ რაღაც ტერიტორიებს, რომ ეს ჩვენი წინაპრების იყო და მთელი ის არის ეს. თვლიან, რომ
რაღაცა ერთად არის. ეს ნაწილი არსებობს, რა თქმა უნდა. ესე თავს დაპყრობილად არ თuliდნენ. ერთი შეკითხვა მაქვს. და არა, დავასრულებ ამას, რომ ოღონდ ეს იყო მართლა მარტო ქართველებისთვის. იმიტომ რომ რელიგიური ნაწილი იყო და სხვები უბრალოდ სამხედრო სამსახური ხო პრივილეგია იყო არა, ეხლა ვინც სამხედრო იყო, ის იყო თავარი და შესაბამისად ეს სხვა რელიგიის მიმდევრები უბრალოდ არ იყვნენ სანდოები იმპერიისთვის და არ მიყავდათ რა. არავინ, ანუ არ თuliდნენ. არ თuliდნენ რომ უნდა ცოდნოდათ რაიმე სამხედრო საქმე. და ალბათ ხო ესია რა. ესეც აი მაგალითად 1812 წლის აჯანყება, ხო? იქ თლად ესე არ იყო, რომ მარტო ერთ ხარეს რუსეთი იყო და მეორე ხარეს აჯანყებულები. იქ იყო მთელი რიგი თავადები, რომლებიც აჯანყებულების წინააღმდეგ იყო რუსეთის და ამ თავადების პოზიციამ ბევრი რაღაცა გადაწყვეტა იმ მომენტში. ძალიან ბევრი რამე გადაწყვეტა. და ეხლა ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს? თვითონ ქართველები თუ იყვნენ ჩართული ამ კოლონიალიზმის პოლიტიკაში, კოლონიალისტურ პოლიტიკაში. გეტყვით, სხვათა შორის ბევრი არ იყო, მაგრამ აი საინტერესო არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ალექსანდრე ჭავჭავაძე. მაგალითად, ეხლა ის მე-19 საუკუნის 20-იან 30-იან წლებში უკვე არა მარტო ოსმალეთიდან, სპარსეთიდანაც არის სომხების გადმოსახლების საკითხი. და იქ ბევრი აყენებს საკითხს, რომ ანუ საქართველოს გუბერნიაში და აი ალექსანდრე ჭავჭავაძეს დიდი ის აქვს, ასე რომ ვთქვათ, ჩანს საბუთებში, გამოქვეყნებული ეს აქტებში და იმაში დოკუმენტები, სადაც აქტიურად არის ჩართული სპარსეთიდან მათი გადმოსახლების, აი ამ ორგანიზების საქმეში. ოღონდ დასახლდნენო თავის ისტორიული, სადაც იყო, ანუ ერევნის სახანოს ტერიტორიაზე რა, სადაც ახლა არის სომხეთის რესპუბლიკა. ანუ ამ მხრივ არის რა ჩანან ესენი. ან მაღალ დონეზე გულისხმობთ, თორე ახლა დაბალ მოხელეები იყვნენ და ვიღაცა გადაწყვეტილებასთან ახლოს რო იყოს. აი ესეთი შემთხვევა გვაქვს. დანარჩენი ეს მეფის ნაცვლები თვითონ აკეთებენ და ნაკლებად ცდილობენ რა, რომ ქართველები ჩართონ. იქ საერთოდ 30-იან წლებში ესეთი რეფორმები იყო ადმინისტრაციული და სხვადასხვა სახის და იქ პირდაპირ იყო, რომ ანუ ქართველების მონაწილეობა მინიმალურზე უნდა დავიყვანოთო. ესეთი განის პროექტი იყო და იქ ამბობდნენ, რომ ქართველები არ უნდა იყვნენო და ეს რაღაც არ მიაჩნდათ კარგი მათ რა. მარტო იცით როგორ იყო, რომ ანუ პირველად რომ დამყარდა მათი ასე რომ ვთქვათ სისტემა, იქ იყო ან მოადგილე იყო ქართველი, ან გვერდით თავადური გვარების წარმომადგენლები და აი ამ რჩეველები, რომლებსაც ეკითხებოდნენ, ახლა იქ რა ხდებოდა და რაღაცა ალბათ რაღაც გავლენას წახდებდნენ პროცესებზე, მაგრამ საბოლოოდ ესენიც გვერდით უნდა გაწეულიყვნენ ეტაპობრივად. მიზეზი რა იყო მაგის? არ იყვნენ სანდოები აი ამ კუთხით, რომ ანუ ამათ ეს ნაციონალური ისინი აქვთო რა. რაღაცა შეიძლება მე ცალკე მოითხოვონ ისე, ხო, რაც გონდათ მუდმივად და ანუ ეს თავის სამშობლო დამოუკიდებლად იყო, ხო, სულ და სული ბრძოდნენ და ამიტომ ამისთვის უნდა ჩამოეცილებინა და ეს საქმე არ უნდა სცოდნოდათ. მაგრამ მერე ნუ იცვლება ესე ამანაც არ მისცა ის შედეგი და ეხლა ისე ცნობილია მერე ვორონცოვმა საერთოდ სადარო ისინი დაეახლოებინა ხო და ჩაერთო ისევ და უკვე იმპერიის სამსახურში იყვნენ. ასე რომ შემთხვევით ხომ არ არის რომ ქართველები ძალიან ენთუზიაზმით იბრძოდნენ თავიდანვე უკვე აი იგივე ორბელიანის ვიცით ლექსი ერევანში გაზერილი ხო ბედიკი ესე იგი და კიდე სამხრეთ საქართველოსთვის ბრძოლებში ძალიან აქტიურად იბრძოდნენ. ძალიან. ასევე შამილის წინააღმდეგაც ძალიან აქტიურად იბრძოდნენ, შამილთან მიმართებაში მიზეზი ჰქონდა, რადგანაც იბრძოდით და მათ შორის აფხაზეთშიც ჩვენ რუსულ მხარეს აქტიურად ვიბრძოდით, ხო? ხო, ნუ ეხლა იმპერიის ნაწილი იყო და როგორც თქვი, ეხლა საუკუნეების განმავლობაში ეს ოსმალეთი ჯერ ეხლა როგორ არის, ხო? ჩვენს რავი ყოფაში და მაშინ ხო ეს რაღაც ადამიანებით ვაჭრობა, ოსმალეთი ხო რაღაცა გემი მოდის, რაღაცა უნდა დატვირთოს ადამიანები, წაიყვანოს, ხო რა უბედურება, ხო მისთვის ეხლა იმ ადამიანისთვის.
რაკეთის ლეკები, სპარსეთი, ანუ ეს მუდმივი ისეთი მტრები იყვნენ და როგორც თქვი ახლა ეს თქვათ იმპერია როგორ იყენებს ეს სხვა ამბავია, მაგრამ ამათი განწყობა და მოლოდინი იყო რა თქმა უნდა, რომ ერთად საერთო ინტერესი ჰქონდათ რა იმ მომენტში, ხო? იგივე თვითონ ამ გრიგოლ ორბელიანის დამოკიდებულებაც ხო ჩაანსა რა, ანუ თავიდან ახლა ეს 32 წლის შეთქმულებაში არის ხო გარეული, მაგრამ მე აინახა რომ დაღესტნის და ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი როლი შეასრულა, ხო? ისინი მე-19-ში ციტაცებდნენ, ახლა არ ვიფიქროთ, რომ რაღაცა დამთავრდა ის. მე-19-ში ციტაცებდნენ და ჩვეულებრივი იყო, ხო? ეს გრძელდებოდა. გაწევებულები იყვნენ, ხო ეს? ხო, რა თქმა უნდა. ანუ რისი თქმა მინდა. აი ეს ხო შემთხვევით ხომ არ არის, რომ როდესაც ეს კავკასიური ომები დამთავრდა, პრინციპში მაშინ იწყება უკვე თერდალეულთა მოღვაწეობა, იმიტომ რომ პრინციპში აი 60-იან წლებამდე ესეთ კულტურულ რაღაც მიმდინარეობას ვერ დაიწყებდი. იმიტომ რომ ეგზისტენციალური საფრთხეები გემუქრებოდა. ეგზისტენციალური იყო ეს. როგორც კი მორჩა ეგზისტენციალური საფრთხე, როგორც კი შამილი დამარცხდა, როგორც კი უკვე აი აღმოსავლეთ საქართველოში მაინც მშვიდობა დამყარდა დასავლეთშიც. დასავლეთ საქართველოს, დასავლეთში კიდე იყო საფრთხე, ოსმალების საფრთხე მუდმივად იგრძნობოდა ეგ ყოველთვის ჩანდა, ხო? იწყება კულტურული ცხოვრება. ხო, ანუ ისინი მანამდე სამხედროები იყვნენ და სამხედროები წარმართავდნენ ახლა იქ პოლიტიკასაც, კულტურასაც და ახლა ისინი უკვე სხვა თაობა წამოვიდა და ცნობილი ის არის მათ შორის ეს პოლემიკა და ისიც ძალიან განსხვავებულად უყურებენ, ხო? ერთი შეიძლება ერთი მიზანი აქვს და ერთი რა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარული, მაგრამ ის განსხვავებულად უყურებენ. და ის კარგად ჩანს ახლა ეს ილია ჭავჭავაძეს იმაში, ილია ჭავჭავაძე რაც გააკეთა, რა ვიცი მართლა ის არის რა. აი ახლა რო გადავიდეთ უკვე უშუალოდ ეთნიკურ პოლიტიკებს. ეთნიკურ პოლიტიკაზე და მოდი აი უკვე ამ წიგნში თქვენ ცალ-ცალკე გაქვთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამოკვლევები, მათი ისტორია და ნუ პირველ რიგში ჩვენ რა გვაინტერესებს რამოდენიმე მიმართულება, მოდი ამით დავიწყოთ. ეს არის აფხაზები, ოსები და თავისთავად რუსები მერე უკვე. კი ბატონო, ხო, ეხლა ეს საერთოდ რატო დავიწყეთ ამაზე გეტყვით, მაგას რაღაც პატარა იმასავით გავაკეთებ, რომ შესავალევით. ქვემო ქართლის ისტორიის საკითხებს სწავლობდი, რა ვიცი, ახლა მე სტუდენტობიდან და მუდმივად დაინტერესებული ამით ვიყავი და იმ ქვემო ქართლში ყოველთვის ასეთი ჭრელი სურათი იყო ეს ეთნიკურად, ერთად ცხოვრობდნენ, ანუ იქ სხვა გარემო იყო ამ ხრივ, ანუ არ უკვირდათ და რაღაცა მაინც და მაინც ესე უცხოდ არ თვლიდნენ, ერთად იყვნენ ყველანი იქ და აი ამ ქვემო ქართლის ისტორიის საკითხების შესწავლის შემდეგ ასე რომ ვთქვათ, იქ რაღაცა მე-18 საუკუნემდე მოვედით, სადაც სხვადასხვა თურქმანულ ენებზე მოლაპარაკე ტომების ჩამოსახლებები, სხვადასხვა ხალხები, სომხები, ესენი რომ შევისწავლეთ. მერე იქედან უკვე რაღაც ლოგიკურად გაგრძელება უნდა მომხდარიყო მე-19 საუკუნეში, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი პერიოდია, სადაც დიდი ცვლილებებია. და ამიტომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ხო და აქ თავშივე უნდა ვთქვა შესავალის სახით, რომ ეს წიგნი საგრანტო პროექტის ფარგლებშია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აქ თანაავტორებიც და ანუ ერთად მუშაობდით ბატონი ლევი თავაძე, ბატონი აკაკი ჩიქობავა და ემილ ავდალიანი, რომელიც ესეთ ჯგუფი იყო რაღაცა გარკვეულად გავანაწილეთ იქ საქმეები სხვადასხვა თემების მიხედვით და ნუ საინტერესოა აი ის განსხვავება მოსახლეობასთან დაკავშირებით, როგორი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისი და როგორი იყო ბოლო. და რა სურათი მივიღეთ რა. რა გითხარით, როგორი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისი და როგორი იყო მისი ბოლო? ქვემო ქართლით მაგალითი. არა, მთლიანად ვიტყვით, აი ახლა ის ცნობილი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცოტა იყო და შემდგომ მოხდა გამრავლება და როგორ ხდებოდა დათვლა? ახლა ჩვენ აქ გვაქვს განხილული სხვადასხვა მეცნიერის მიერ მიღებული გამოთვლები. უფრო თავდაპირველად გავრცელებული იყო, რომ მე-19 საუკუნის დამდეგს სადღაც ვიყავით 1 მილიონი.
მაგრამ ნუ არაფრით არ ასაბუთებდნენ, უბრალოდ ვარაუდობდნენ ამას, ხო? და შემდგომ უკვე სხვადასხვა ციფრს იღებენ. ეხლა რატო არის ეს ციფრი 1.400.000, 780.000, 840, ანუ ხო განსხვავებული ციფრებია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვქონდა, არა გვაქვს წყაროები სრულად მთლიან საქართველოზე. ეხლა აღმოსავლეთ საქართველოზე გვაქვს გარკვეულწილად, ხო? მერეკლე მეფის დროს არის, გიორგი მე-12-ის დროს იწყებოდა აღწერა და ნუ მასალები გვაქვს და შეიძლება რაღაც მეთოდებით გამოვითვალოთ დაახლოებით, მაგრამ სირთულე იყო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გამოთვლასთან დაკავშირებით. მაგრამ იქაც გვაქვს 1810 წლის ცნობები და ასე შემდეგ რაღაც ჯამები, რომელთაც გარკვეულ ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ მერე კიდევ სირთულე არის იქ აფხაზეთის მოსახლეობა, აჭარის და ასე შემდეგ, ხო? ანუ რომელიც სხვადასხვა სახის წყაროები გვაქვს სხვადასხვა პერიოდის და ამიტომ მეცნიერებს შორის დღემდე ესე რომ ვთქვათ ვერ შეჯერდნენ და სავარაუდოდ ალბათ ეს იყო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა 850.000-მდე ან 800.000 ხო მაინც პირობითია, იმიტომ რომ ესენი ითვლიან კომლების მიხედვით. კომლების მიხედვით. ანუ ჩვენთან კომლი რამდენია? რამდენია ეს? აი ჯერ კომლი ქართკახეთში იყო თქვა 44.000 ან 40.000 და მე აი კომლიც ხო პირობითად ითვლიდნენ, არა? ანუ არა გვაქვს ესეთი ზუსტი ცნობები, ესე დაწვრილებითი რაც გვაქვს და მე ეს კომლი ხო უნდა გამრავლო რამდენი ადამიანია ოჯახში, ხო? ზოგი ამრავლებს 5-ზე, ზოგი 8-ზე. ხო, ანუ და ცდილობენ ეს დაასაბუთონ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო და კარგი მეთოდი აქვს მიგნებული ბატონ კონსტანტინე ათაძეს. და აი რადგან ეს 1890-იანების აღწერა ჩვენ კარგად გვაქვს 80-იანების ასე თუ ისე, ანუ ბოლო პერიოდის. ანუ აქედან აიღო ეს მონაცემები, აიღო მატების პროცენტები, მოსახლეობის მატების, ოჯახების რაოდენობის და ანუ ეს მეთოდი ნელ-ნელა უკუსლით ჩაიტანა იქ და აი რაღაცა საინტერესო ის არის, იმიტომ რომ თვითონ მე ეკონომისტებიც ბატონი ვახტანგ ჯავშვილი ძალიან დადებითად აფასებს ამის მეთოდს რა, რომ სხვანაირად შეუძლებელია ამის ზუსტად გამოთვლაო და ნუ ყველაზე ახლოს ესენი უნდა იყვნენ. ხო და ეს ცოტა რთულია. ის კი არა და მოსახლეობის აღწერები რუსებმა როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე დაიწყეს. 1802-4 წლიდან უკვე პირველი აღწერა ჩატარდა. უფრო ზუსტი იქნებოდა ალბათ. უფრო ზუსტი. მაგრამ მაინც დიდი ხარვეზებით. ხო, ისე რატო არ აღწერდნენ სულადობრივად სხვათა შორის ეგ უწერია იმას. გიორგი მე-12-ის ცხოვრებაში არის აღწერილი პლატონიოს ელიანთა, რომ ანუ ქართველებიო რელიგიური ის ყოფილა რა, ანუ ბიბლიაში, ხო, არ შეიძლება ადამიანების აღწერა და დასაჯავ ერთმა რომ დაიწყეს აღწერა. ანუ კომლები აღწერეთო და რუსებთანაც იქ, როდესაც მე ხელშეკრულებას თუ რაღაც სათხოვარ პუნქტებს აკეთებს, იქაც უწერია, რომ როგორც აღწერო, კომლებით აღწერეთო. სულადობრივად არ აღწერეთო, ესო ცოდვაო. ანუ ესეთი რაღაცაც არის. და არ აღწერდნენ ქართველები ესე სულადობრივად, რომ არ შეიძლებოდა როგორც ესე მიაჩნდა და რუსებმა ჩაატარეს უკვე აღწერები 1816-18 წლებში ჩაატარეს შემდეგი. სხვათა შორის აქ მაქვს 1816 წლის ერთი აღწერის აღწერა დაწვრილებით შესწავლილი, რომელიც ჩვენს ეროვნულ არქივშია დაცული და 6 ნუსხაა. 6 ნუსხაა, რომელშიც არის სხვადასხვა მონაცემები, რაღაცები გამოტოვებულია, რაღაცები, აი ვთქვათ, წერია, რომ კონკრეტული სოფელია, სახელი და გვარები წერია და გვერდით ხო უწერია, რამდენი უნდა იყოს ამ ოჯახში ადამიანი და ნუ შეცდომებია ციფრებთან დაკავშირებით და ესენი რაღაც ძალიან დიდი სამუშაო დაგჭირდა, ცოტა ისეთი რთული ის არის, არ არის მაინც ახალი სვამის ის, მაგრამ საბოლოოდ იმ მონაცემებიდან რაღაცა აზრი გამოტანა შეიძლება რა, რომ დაახლოებით რამდენი შეიძლება ყოფილიყო და როგორ ხდებოდა აღწერა რუსების დროს. ახლა მაშინ უნდა ვთქვათ კონკრეტულად რა იყო. ანუ წერია სოფელი, შემდეგ წერია სოფლის მღვდელი, ან თუ
თათრული სოფელია, ასე ეძახდნენ მე-19 საუკუნეში, მათი სასულიერო პირი. მეგონი ქართულსაც არ წერდნენ, მართლმადიდებელი ხო ესე იყო? православный. თუ ცალკე იყო ისე რა ქვია, აღწერის დროს. აღწერის დროს ეროვნებების, ანუ წერია, რელიგიაც წერია, так, ეთნიკური ეროვნებაც წერია, ოღონდ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად არის. იცვლება. იცვლება, სხვათა შორის ეს უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად რუსები ესენი, რასაც იპყრობდნენ და იერთებდნენ, აი იმ ტერიტორიებს ცალ-ცალკე ეთნიკურ იმად წერდნენ, ხო? ანუ ქართველს წერდნენ გრუზინი, აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებლებს, დასავლეთ საქართველოს იმერეთი, გურია, მენგრელი და ასე შემდეგ. აი აფხაზეთშია საინტერესო, იქ ცალკე წერია აფხაზი, მენგრელი და სამურზაყანოელი. სამურზაყანო კი ცალკე. ცალკე წერია, ხო? ინგილო ცალკე წერია. ხო, ეს ქართველები, თუშები, ხევსურები, ფშავები. ანუ ეგ გრუზინები არ არის? არა, ცალკე წერია ესენიც. ხო, ეს ხდება სხვათა შორის 80-იან წლებამდე, 1880-იან წლებამდე, 86 წლის საოჯახო სიებში. მაგრამ გეტყვით აქაც მაშინ, რადგან ამ აღწერებზე ვსაუბრობ, 1897 წლის აღწერა, რომელიც არის პირველი რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერა, ასე ქვია, ხო? 1897 წელს ჩატარდა ეს ყველაფერი, რომელიც ყველგან ერთიანად ჩატარდა. მანამდე რაც ტარდებოდა, თბილისში სხვა დროს ტარდებოდა, ქუთაისში სხვა დროს და ჩვენთან კამერალური აღწერა იყო. თვითონ რუსეთში იყო კამერალური აღწერაც იყო და რევიზიები ერქვა კიდევ, სადაც უფრო სხვადასხვა სახით წერდნენ, ზოგან უფრო რთული იყო იქ გადასახადების ორგანიზებისთვის და ასე შემდეგ იყო ეს განსხვავებები. და ეს 97-ის იყო უკვე ერთნაირი ყველგან და იქ ეროვნებები აღარ წერია. ახლა ჩვენთან მიმართებაში არის საინტერესო, რომ წერია ქართული, ანუ რა ენაზე საუბრობენ. ქართული, იმერული, მეგრული, ხო რა ისე წერია და სვანური. ესე არის დაყოფილი. ანუ ეროვნებები კი არა, ანუ რა ენებზე საუბრობენ. მაგრამ აქაც როგორ ჩანს, აი მოსახლეობა სადაც იყო, იმის მიხედვით ჩაწერეს ახლა. ქართკახეთში ვაღწერეს, ჩაუწერეს ქართული, მისი მშობლიური ენა. მაგრამ სხვათა შორის საინტერესოა, რომ ეს მასალები ზოგიერთი ახლა რა ვიცი, ინტერნეტშიც იყო ზოგიერთი გუბერნიის და რაღაცა ძებნაში ყურადღება მიიქცია თვითონ, ანუ საარქივო მასალებია პირდაპირ რა და იქ იყო იმპერიის სხვა მხარეებში შედეგებიც რაც გამოქვეყნებულია, ხო, იქაც. ანუ აღმოჩნდა, რომ აი მაგალითად ვისლისპირეთში, ну, რასაც ესე ეძახდნენ პოლონეთის გუბერნიები, რუსეთის ევროპული ნაწილი, ციმბირი, შუა აზია, ძირითადად ესე იყო დიდ რეგიონებად დაყოფილი და იქ არ ცხოვრობდნენ ესენი. ანუ იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები. ანუ იმ ჭალებში ვთქვათ, ხო, ანუ იმათი დაყოფით. ანუ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო სვანურად მოლაპარაკე აქ წერდა. ანუ აქ როგორ ჩანს, აქ თვითონ წერდნენ. და იქ თვითონ ეკითხებოდნენ ახლა იმაში, ხო? ვინ ხარ და რა ენაზე საუბრობ და ის პასუხობდა ქართულს. ხო? ნახე კონკრეტული ადამიანები იყვნენ. ზუსტად აი ციმბირში რომელიღაც ქალაქი იყო, იქ ეწერა პირდაპირ დაბადების ადგილი რა ქვია, ყვირილა. ანუ იმერელი უნდა იყოს ეს ხო, მაგრამ ანუ იქ ქართველს არის, იმიტომ რომ ამ კაცს თვითონ კითხეს. და რა თქმა უნდა, თავისი ის ჩააწერინა. მაგრამ ეხლა ეს შეიძლება ამაზე ეს უტრირება გავაკეთოთ, რომ რაღაცა ჩვენს წინააღმდეგ იყო, მაგრამ თავისასაც ასე ყოფენ, ანუ იქ აი ეს თავისი სექტანტები, რომლებიც ჩვეულებრივ რუსები იყვნენ და ანუ რელიგიურად გამოეყვნენ, ხო, თავის დროზე. ისინიც მერე თანდათან ცალკე ეთნოგრაფიულ იმებში გაიყვანეს ჯგუფებში და რაღაც რუსებადაც აღარ თვლიდნენ, რა ვიცი. ანუ ეს ძალიან ისე იყო, ანუ ეს იმპერიული პოლიტიკაა, რომ ესე ანაწილებს და რაღაცა ის არის. ახლა იმერული ქართულისგან არითი განსხვავდებოდა, მაგრამ ნუ ორი დამოუკიდებელი სუბიექტი იყო, როდესაც შეიერთა. ხო, რაღაც ადმინისტრაციულად რაღაცა და ნუ ესე დარჩა და აღარც მიაქციეს, სანამ მერე აი ჩვენი ილია ჭავჭავაძემ აგვიხსნა ყველას და არა უხსნა ყველას, რომ ეს ყველა ერთი ვართ და
ესეც საინტერესოა ზოგადად, რომ ეს ერთიანობის ის ყოველთვის იყო რა და ნუ მაღალ დონეზე იყო. ჩვენ ისე წარმოგვიდგენია ხოდი იმას რომ დავუბრუნდეთ. რატომ მოხდა იმ მაგალითად ჩემთვის გასაგებია ბერძნების ჩამოსახლება რატომ მოხდა? ხო, იმიტომ რომ ეგ გასვლა იყო, როგორც ვიცი, გასვლის ერთ-ერთი მომენტი იყო. და აი რატომ მოხდა მაგალითად გერმანელების ჩამოსახლება საქართველოში? აი გერმანელები ძალიან საინტერესოა, ეხლა ჩვენთვის გერმანელები ძალიან შორს იყვნენ და არც იცოდნენ მათ შესახებ. ბევრი არაფერი, ხო, ჩვეულებრივი, მაგრამ ეს ჯერ საერთოდ ეკატერინეს დროს დაიწყო რუსეთის იმპერიაში გერმანელების დასახლება და რაღაც სპეციალური ბრძანებაც აქვს გამოცემული, რომ სახელმწიფო გამოუყოფდა ფულს თუ დასახლდებოდნენ და რაღაც მეურნეობებს მოაწყობდნენ, მაგრამ შემდგომ ეხლა ცოტა გართულდა, იმიტომ რომ იმპერიას უკვე დანახარჯი ჰქონდა მე-18 საუკუნის 60-იანი წლებიდან, 63, 64-დან დაიწყო ვოლგაზე დასახლება ამათი და შემდგომ უკვე მე-19-ის დასაწყისში აღარ უნდათ იგივე ალექსანდრეც არ იყო თანახმა, მაგრამ საინტერესოა რომ ალექსანდრე ანუ ესენი ამბობდნენ რომ დიდი დანახარჯი გვაქვსო და ჯერ ეს გაგვისტუმრონო, დაგვიბრუნონო, ანუ სახელმწიფომ სარგებელი ნახოს და მე მივიღოთ ახალი ნაკადებიო და მარტო გერმანელები არ იყვნენ, ფრანგებიც იყვნენ და სხვადასხვა ხალხი. მაგრამ ეს ახალი ეტაპი, რომელიც ჩვენ შეგვეხო უკვე მე-19 საუკუნეში, ძალიან საინტერესოა. ჯერ აქ ითხოვს ალექსეი ერმოლოვი, რომ გერმანელები მჭირდებაო. სხვათა შორის ცოტა კი არა და კარგად დამაკნინებლად საუბრობს ქართველებზე, რომ ეს ადგილობრივებიო, არ არიანო ისეთი გამრჯეებიო, არიციანო მეურნეობის წარმართვაო და ასე შემდეგ, ანუ ნეგატიურად ახასიათებს და ცდილობს დაასაბუთოს, რომ აუცილებელია ხალხის ჩამოსახლება, რომლებიც შრომას, მაგრამ ეს სხვათა შორის მე კარგად ჩანს, რომ მას უნდოდა რომ ისინი ჩამოსულიყვნენ, იმიტომ რომ ამ ხალხს მოყვებოდა დიდი თანხები. დაფინანსება, ანუ ის თანხა, რაც ვთქვათ ამ გერმანელები ახალ შენებს სჭირდებოდა, ანუ ადგილობრივების მეურნეობის გამართვაში რომ გამოეყენებინათ, ბევრად ეფექტური იქნებოდა. მაგრამ ამას ეს თანხები ყველა კი არ მიდიოდა იმ გერმანელებამდე. ანუ აქ ეს ბიუროკრატია და ისაც ეროც ხდება ხო რა, ანუ იქ მენეჯმენტში, დასახლების მოწყობაში, ანუ ეს ხელმძღვანელები მით უმეტეს რომ იმათ ეხმარებოდნენ და სამხედროებს ამუშავებდნენ მშენებლობაზე და თვითონ იღებდნენ, ну, მოკლედ აქ ბევრი რაღაცა საკითხები იყო. ანუ მეფის ნაცვალი ითხოვს მისა მთავარმართებელი ალექს ერმოლოვი და ჩამოსახლებას და იქ არის თვითონ საინტერესო გერმანიაში ეს ამბები, ისინი რატო გარბიან ქვეყნიდან. და რამდენიმე მიზეზია სხვათა შორის ერთი არის, რომ ალექს მისი ნაპოლეონის ლაშქრობის შემდეგ ევროპაში ახლა ჩვენ კი რაღაცა ლამაზად ვუყურებთ ამ ეპოქას, მაგრამ ძალიან ძიმე იყო, ხო, ახლა რაღაცა ძალიან დიდი მსხვერპლი მოიტანა ამ ყველაფერმა, ამ ომებმა, შიმშილობა, უამრავი, ანუ ეს ხო, ეს სამხედროები ჯარში იყვნენ, რაღაცას წყობში რო ესვრის და ანადგურებს ამდენ ხალხს. ანუ დიდი მსხვერპლი ჰქონდა. ძალიან დიდი ზიანი მიადგა ის სამხრეთ გერმანიას სამხრი. ხო და იქ გაჩნდა ეს აზრი, რომ ამ შიმშილობის და გაჭირების გამო საერთოდ წასულიყვნენ ქვეყნიდან და ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა ამერიკაში და რუსეთში, ამერიკაში განსაკუთრებით. და მეორე ამის პარალელური არის უფრო ადრე დაწყებული პროცესია, რელიგიური ამბები, ანუ სექტები ჩნდება, ძალიან პოპულარულია სექტები. თვითონ პროტესტანტებს გამოეყვნენ, ეხლა ჩვენთან ვინც იყვნენ, ესენი იყვნენ პიეტისტები. პიეტისტებს კიდევ გამოეყვნენ სეპარატისტები. აი რაღაც რადიკალური ჯგუფი იყო, რომელიც ამბობდა, რომ მალე დადგება სამყაროს აღსასრული. და უნდა გადავრჩეთ წმინდა მიწაზე. ან კავკასიაში. ჯერ კავკასიაში უნდა წავიდეთ, იქ მოემზადოთ. მერე წავიდეთ წმინდა მიწაზე, რომ სამყაროს აღსასრული მალე დადგება. ეს რწმენა ჰქონდათ. ანუ იქ რაღაცა სასულიერო, ანუ რაც ეკლესიის წესებია, იმას უარყოფდნენ, ანუ რაღაცა ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვარ და ესე საუბრობდნენ ამ საკითხებზე და ანუ ეს ხალხი თანდათან ამ რელიგიური სექტანტობის გამოც აღარ იყვნენ ადგილობრივი მართველებისთვის სასურველი და
ამას დაემატა კიდევ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეს ამბები რა თქმა უნდა ახლა შესწავლია, მაგრამ მე-20 საუკუნეში გაირკვა ეს უკვე, რომ მოუსავლიანი წელიწადი იყო 1816 წელი. აი, узაფხულო წელიწადი. ზაფხულში რო წვიმდა და სიცივე იყო და რა ვიცი, თოვლიც მოვიდა ზოგან და მიწა ვერ დამუშავდა. დაიწყო შიმშილი, სულ ღამე იყო, ანუ რა გამოიწვია ახლა ეს ყველაფერი თურმე ინდონეზიაში 1815-ში მოხდა დიდი ვულკანის ამოფრქვევა და მთელი ევროპა დაფარაო ამ ვულკანურმა იმან ფერფლმა. და ნუ მზეს არ უშვებდა თუ რაღაცა ეს მე-20-ში გაარკვიეს, რომ აი ამან გამოიწვია 1816-ში ეს დიდი კატასტროფა, რაც ხალხი და ის სექტანტებისთვისაც ეს დამატებით არგუმენტი იყო, რომ ნამდვილად აგერ სამყაროს აღსასრული მოგვიახლოვდა და მოკლედ დაიძრნენ სხვათა შორის ალექსანდრეს სანამ ბრძანებას გასცემდა რომ ჩამოდით და წამოდით. მანამდე დაიძრნენ ისინი და წამოვიდნენ. თან ალექსანდრე ეუბნებოდა რომ ხმელეთით წამოდითო, ну რაღაც მარშრუტი დაუსახა რაღაცა მთელი გეგმები და ესენი წამოვიდნენ დუნაით, დინარით, რომ სწრაფად ჩამოსულიყვნენ. და ну ჩამოვიდნენ, რა ვიცი, ბევრი გზაში დაიღუპა, სხვათა შორის ამას მე თვითონ გერმანელებიც აღწერენ იმათი შთამომავლები ეს კარლ შტუმპი ალბათ გერმანულად და იმას აქვს ეს ძალიან ბევრი რაღაცა შემოუტანიათ გერმანელებს, მათ შორის ლუდის დამზადება ქარხნული წესით თუ იყო კი, მაგრამ ეს ტრანსპორტირება ვერ ხდებოდა და თბილისში გაჩნდა. აქ გაჩნდა, კი ბატონო. კარტოფილის კულტურას როგორც კარტოფილიც გეტყვით მაგაზეც ახლა გადავალ, იმიტომ რომ გერმანელები რომ ჩამოვიდნენ ახლა ამ რელიგიური იმის გამო არ მუშაობდნენ სხვათა შორის. ესენი ცნობილი არის, ახლა ჩვენ ხო წარმოგვიდგენია, რომ ეს რაღაცა ლამაზი ქუჩები და ისინი რო არის დღეს ეს ელიზაბეთალი და ისინი, რა ვიცი, ძალიან ლამაზია. მაგრამ თავდაპირველად თურმე ესენი არ აკეთებენ, ანუ სამყაროს აღსასრულს ელოდებოდნენ. და შემდგომ უკვე სახელმწიფო მიიღო, რომ ჩვენ რამდენი დანახარჯი გვაქვსო და ამათი ეს ლიდერები ვინც იყვნენ, დაიჭირეს. და მერე დაიწყეს უკვე, აი ხდება უკვე დაახლოებით 1-20 წელი გაგრძელდა აი ამ იმაში რა, რომ ვერ მოლოდინში და ესენიც რავი აიძულებდნენ, ვერ აიძულებდნენ და საბოლოოდ 40-იანი წლებიდან უკვე გააქტიურდნენ, ამა დაიწყეს ეს მეურნეობის გამართვა და როგორც ვთქვი, ახლა კარტოფილი, რავი, ქართულად გერმანული სახელია, ხო, იმიტომ რომ მაგათ მოყავდა და შემოიტანეს ლუდი, რძის პროდუქტები, უამრავი ეს ხელოსნობის დარგები და ისინი განავითარეს. ხერ ბოლოსკენ მიდივართ ალექსანდრე და მოდი აი რაღაცნაირად ვიცი რომ ხო ბერძნებიზე უნდა მეთქვა, ხო, და ეს ბერძნები და სომხებია საინტერესო, რომ ესენიც აი რუსეთ-ოსმალეთის ომების და დაპირისპირების დროს ქრისტიანების მოსახლეობა გადმოყავდათ, იმიტომ რომ პირდაპირ წერია მაშინ რა დოკუმენტებში რომ ჩვენ ამ მოსახლეობას ვერ მივატოვებთო, იმიტომ რომ ომის დროს რუსეთ-ოსმალეთის ომის 28-29 იქნებოდა თუ 70-იანი წლების ომები, ანუ იქ მართლა ეხმარებოდნენ ეს ხალხი და ბუნებრივიც არის, ხო, რაღაც ქრისტიანული იმპერია რომ მოდის, ესენი თვლიდნენ რომ დაგვეხმარება და მაგრამ მე ვერ დავტოვებთო, იმიტომ რომ დანაშაული აქვთო ბევრს იმპერიის წინაშე, მაგალითად, რა ვიცი, რაღაცა არზრუმის გეგმა რო გადასცეს, ან ციხის სუსტი ადგილების შესახებ, ხო, იქ ადგილობრივებმა, რომ ამათ და შესაბამისად ესენი საფრთხეში იყვნენ და საფრთხეში ვერ დავტოვებთო. წამოიყვანეს. თუმცა მათზე ბევრად ნაკლები თანხა იყო გამოყოფილი და ბევრად ისეთი ტერიტორიები მიცეს, რთული რეგიონები, ვიდრე ვთქვათ იგივე გერმანელებს. ხო? უფრო საზღვრისპირა ტერიტორია. საზღვრისპირეზევე დაასახლეს, მაგრამ ნუ ახლა ის ჯავახეთი და ის ცოტა რთული კლიმატური ის არის, ხო? მაგრამ ეს ბერძნები და სომხები პარალელურად შემოდიან, ერთად შემოდიან. ბოლოსკენ მიდივართ, აი საბოლოო ჯამში, აი დასკვრით სახით, ახლა ვიცი რომ ყველა საკითხს ვერ შევეხებოდით. ბევრი თემა აკრძალია, ხო, ვერ შევეხებოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს დემოგრაფიული პოლიტიკა. ანუ ორი ხედვა ხოლმე ზოგადად ამასთან მიმართებაში, ერთი არის დადებითი და მეორე არის ნეგატიური. დადებითი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა ამ პერიოდში და მთელი ცარისტული ნაკლოვანებების მიუხედავად ეს გახდა მშვიდობიანი, სადაც მართალია ჩვენი თბილისი ჭრელი ქალაქი იყო,
მაგრამ სამაგერო ცენტრი იყო, კულტურული ცენტრი იყო და აი ამ პოლიტიკებმა ხელი შეუწყოს ამ კულტურულ ცენტრად გარდაქმნას, ხო? ერთი მიმართულება ეს არის, რომ ამ დადებით ხედავს. მეორე მიმართულება არის, რომ უარყოფით ხედავს და ამ ყველაფერში რაღაცა სულ კოლონიალური პოლიტიკა მგონი რომ ქართულების წინააღმდეგ იყო ეს ყველაფერი მიმართული. მე როგორც ხვდები რაღაც საშუალო უნდა იყოს ამასა და ამას შორის უნდა იყოს რაღაცა და აი დასკვნის სახით რა სიტყვი ამ ხო, გეტყვით ახლა მატებასთან დაკავშირებით სხვათა შორის ეს უფრო ისეთი გავრცელებულია რაღაცა ძალიან ცოტა ვიყავით და მე უცებ გამრავლ და მოსახლეობა. ეს დინამიკა დანარჩენ მსოფლიოსთან რო შეადარო იგივე რუსეთის იმპერიასთან დაახლოებით ესევე ვითარდება და ანუ იქ ქართველებმაც მოიმატეს და სხვაებმაც ზოგადად მოსახლეობა თვითონ იმპერიის მოსახლეობა როგორც დათვლილია ახლა მაინც ახლა ალბათ ყველაფერი ზუსტი არ არის მაგრამ დაახლოებით 35 მილიონი იყო საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერია და საუკუნის ბოლოს იყო 125 მილიონი. ხო, ანუ ეს მატება ყველგან დიდი მატება იყო, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ინდუსტრიალიზაცია იყო, განვითარდა, რაღაცა ბევრი საჭირო იყო მოსახლეობა და ხელსაც უწყობდნენ, ხო, რაღაც გამრავლებული იყვნენ და ჩვენთანაც დაახლოებით იგივე მოხდა. ერთადერთი ნაწილი, რაც არის აქ რომ ეროვნული საკითხი, ხო, ნაციონალური შემადგენლობა. აქ მოყვანილია ეს მონაცემები დაახლოებით ანუ არაქართული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა ხვედრითი წილი, ასე რომ ვთქვათ. ხო? თუ იყო რაღაცა 15% თუ რაღაცა, ანუ მე მეტი იყო რა. ამიტომ ეს არის, ოღონდ ნახე ეს მიზანმიმართული იყო თუ ბუნებრივი? აი ხლა რომ დაჯდეს და იფიქროს რომ მაინც და მაინც ქართველები უნდა გადავაშენო, ალბათ უფრო ეფექტურად გადააშენებდნენ, მაგრამ ნუ იქ იყო რა ის პოლიტიკა რომ უნდა შეეცვალათ ანუ ეს ბალანსები, ხო, რაღაცა ამის გარდა აი ეს მოსახლეობა ვინც იყვნენ ჩამოსულებიც ახლა ისე რაღაც ესეთი ნეგატიური აღსანიშნავად არ მინდა გადმოსახლებულები, ხო? სხვადასხვა პერიოდში ანუ ისინიც ერთმანეთში კომუნიკაციისთვის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ანუ რუსულად იყო, ხო, რუსულენოვნები იყვნენ. ანუ მანამდე ვინც ცხოვრობდნენ, ახლა უცხო არ იყო ჩვენი წინაპრებისთვის, ახლა ყველა ეროვნება ცხოვრობდა და აქ ჩვეულებრივ თავის იმასაც ინარჩუნებდნენ, ანუ არავინ არ აძალებდა რომ მოინათლია კომუნიკაციური ენა ქართულია. ხო, მაგრამ ერთმანეთში ქართულად იყო, ანუ ინტეგრაციისთვის ქართულიანი სწავლა ჭირდებოდა, მეტი ხო არაფერია რა, შეეძლო სახში ისე ლოცა, რაზეც ლოცულობდა, მაგრამ ან თავის ენაზე ესაუბრა, ხო, ანუ ეს არა ჩანს, ეს ძალადობა რო იყოს, მაშინ უფრო გამოჩნდებოდა და აი იმპერიის დროს უკვე, ანუ ვინც იყო ინტეგრირებული, მათ შორისაც კი გახდა გაუცხოება. ეხლა აი აქ კარგად არის იმაში 1817 წლის აღწერა რო გითხარი, ცალკე არის ეს ცნობილის არის სომხების აღწერა, რომლებიც ნაწილი არიან შვილზე, ნაწილი ოვზე. ოღონდ ნუ მაინც და მაინც ვერ ვიტყვით რომ ის შვილი ვინც არის ქართველია, მაგის თქმა არ მინდა. ისიც სომეხია, უბრალოდ ანუ იმას ის ინტეგრირებულია, ის არის ძველი პერიოდიდან. ხო, განსხვავება იგივე. ხო, მაგრამ შეიძლება ქართველიც არის, იქ არის რაღაცა ისეთი გვარები, ამ ჭედლიშვილია, მაგრამ წერია იქ ეროვნებაში. ანუ ესენი კონკრეტული შემთხვევები ხო, მაგრამ ზოგადად ანუ ეს ინტეგრირებული იყვნენ მანამდე და იმპერიის დროს ეს სურათი შეიცვალა, ხო, ანუ მათ შორის რაღაცა გაჩნდა ეს რა განსხვავება და საბოლოოდ ეს მიდგომები აქვს ისტორიოგრაფიისა განსხვავებული რა, აი ახლა დასკვნის სახით ვიტყვი რომ იმპერიის დროინდელები ახლა 19 საუკუნეში ვიწერდა ამ ყველაფერს, ისინი თვლიდნენ რომ ეს გადმოსახლებები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკისთვის, მიწის ათვისებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალსახად დადებითად აფასებდნენ. მერე მოდიან საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსები, ოღონდ ეგეც ალბათ ორ ნაწილად უნდა გაიყოს, ანუ პირველი პერიოდის ახლა ეს ფილიპე მახარაძე და ისინი ყველანაირად ნეგატიურად აფასებენ
ამ ყველაფერს. თვითონ სტალინსაც აქვს, რომ ანუ ეს ჩამოსახლებულიო, ესე წერს, რომ ადგილობრივსო ართმევსო საწარმო საშუალებას მიწასო და ანუ აპირისპირებსო და ანუ ეს ტუზემცები და ისინი ცნობილი ის არის, რომ ანუ ამ დაპირისპირებას იწევსო და ამ დაპირისპირებით სარგებლობს იმპერიაო. ესე აქვს აღწერილი აი ამ ისტორიკოსებს და მიმართულებით არის, რომ ეს ადგილობრივები და დასახლებულები დაპირისპირებული არიან და იმპერია ამაზე დგასო. ესე აქვს განხილული და მათ მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებითაც, ანუ აი ფილიპე მახარაძეს რაღაც 400,000 გამოყავს რა, ანუ იქ რაღაცა სხვანაირად თავისი და ძალიან სუბიექტურად უყურებს, მაგრამ მე უკვე ვინც არის ახლა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში პაატა გუგუშვილი და ისინი უკვე სხვა დონეზეა და საერთოდ ამბობს, რომ ეს არც უნდა განვიხილოთ, ამისი მოსაზრებებიო, რომ ესე არ არისო, ხო? იმიტომ რომ იმის დროს უკვე სხვანაირად განვითარდა ეს მიდგომები. და ნუ ეს ნაციონალური მიდგომაც ხო ახლა ესეთი ცნობილია, რომ ხო, რომ ნუ აი მაინც და მაინც ჩვენი გადაშენების მიზნით ხდებოდა გერმანელების გადმოსახლება, ხო? და შეიძლება ერმოლოვს უბრალოდ უნდა რომ იქ რაღაცა სარგებელი მოიპოვოს და მოკლედ, უღლესი მადლობა პირველ რიგში სამწუხაროდ აი დროის ფაქტორია, თორე გავაგრძელებდით. ხო, რა თემა არის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა გირჩიოთ, ბიბლიოთეკაში არის ეს წიგნი. გაიცანით უფრო დეტალურად და ზოგადად მე ყოველთვის მგონია რომ რაღაცა ესეთი მიზანმიმართულად რაღაც აგრესიული ნაციონალიზმით არ უნდა შევხედოთ ამ ისტორიულ მოვლენებს და ამ ისტორიულ მოვლენებს ქონდა საკუთარი ლოგიკა, ისტორიული ლოგიკა და ამ ისტორიული ლოგიკის დაჭერა არის ყველაზე მთავარი ალბათ ადამიანისთვის, რომელიც იკვლევს ან ეხება ისტორიას. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა, დაწერეთ კომენტარები, რა თქმა უნდა გექნება თქვენი მოსაზრებები. რაზეც შევძლებთ გაგცემთ მე პასუხს, რაზეც ვერა, ბატონი ალექსანდრე დაწერს კომენტარებს. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.